Ყველას გულით მოგესალმებით. დღეს სამშაბათია და სამშაბათობით ტრადიციულად ჩვენ ვართ ხოლმე ეთერში გადაცემა ბიზნესით. მე თორნიკე გურული ვარ, თქვენ გადაცემა ბიზნეს უსმენთ და უყურებთ, როგორც იცით ჩვენ გვიყურებთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე, ასევე პორტალებზე Imedi.g და MyVideo.g, ასევე Marktis IP ტელევიზიის 53 არხსა. ახალი წელიც დაიწყო, უკვე თებერვალიც მოვიდა და საქართველოში უკვე დაიწყო ლაპარაკი ცალკეული ინვესტიციების შესახებ. დღეს ვიფიქრეთ, რომ საინტერესო იქნება და თქვენთვის გაგვეცნო კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელიც საქართველოში ინვესტიციებით არის დაინტერესებული, იმიტომ რომ მისი პორტფელი ინვესტიციების მიმართულებით სხვა ქვეყანას მოიცავს. ალიკა ცვიელია დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, ის ინვესტორია ისრაელიდან და ამ თემაზე მინდა დღეს ვესაუბრო მას. მოგესალმებით ალიკა. დიდი მადლობა რომ მოგწანდით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეზღუდული დრო გაქვთ ხოლმე და ძალიან მოკლე დროში სტუმრობთ ხოლმე საქართველოს და პირველი მინდა გკითხოთ, რამდენ საინტერესოა საქართველოს ინვესტიციების კუთხით, იმიტომ რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი დისკუსია არის ამასთან დაკავშირებით. შექმნილი მდგომარეობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ახალი ინვესტიციებისთვის ძალიან ხელსაყრელი არ არის ხოლმე. თქვენი გადმოსახედიდან რამდენად საინტერესოა ინვესტიციები საქართველოში? მე ასე შემიძლია რომ თქვა, საქართველოს ხალხი ნახულობენ საქართველოს მარტო 3.5 მილიონი რო ცხოვრობენ. ეს არის მიკრო თვალით. ჩვენი ინვესტორები ნახულობთ საქართველოს 300 მილიონი და 400 და ხლავთ ქაბრატომ. საქართველოში ზურგი არის თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, ერანი და ეს არის ბაზარი. და აქედან ხალხი შემოდიან საქართველოში. თუ რაღაცები ჭირდებათ, თუ აქედან რო გააკეთოთ რაღაცები და იქეთ გაიტანოთ, რომ იმ ბაზარზე გაიყიდოს. და მე ინვესტორები ნახულობენ ჯერ რამდენი ხალხი ცხოვრობს საქართველოში და საქართველოს ბაზარი ვინ არის. აქედან 200 მილიონი რუსები, უკრაინელები, 80 დაახლოებით მილიონი თურქები, ირანელები, 100 მილიონი და ეს უკვე დიდი ბაზარია და უფრო შესაძლებლობა იქნება, რომ უფრო კაი სადაც წავიდეს. თუ არის ანუ საქართველოს როგორც ცენტრი, აი თქვენი მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნების არის ცენტრი რუსეთის, კავკაზის დიდი კლიენტურა და ამის წინ უნდა იყოს საქართველოში რაღაცა უფრო მოდერნიზაცია, უფრო უცხო და რატომ დღეს თუ არ გააკეთე რაღაცა უცხო და რაც არ არის და თუ არის რაღაცა უფრო ლამაზად, უფრო პრაქტიკულად, უფრო პრესტიჟულად, მე მგონია საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. დიახ. როგორც თქვენ ახსენეთ, გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს ისეთი აქვს, რომ საინტერესო შეიძლება გახდეს გარშემო სამეზობლოების. პირველად იწყება გეოგრაფია. გეოგრაფია საქართველოს რაც გეოგრაფია აქვს, ბევრი ადგილი სოფლიოში მარტო აქ არ აქვს პოტენციალი საქართველოს და თუ ხალხმა გაიგებენ პოტენციალს, მე მგონია სხვათ მოიფიქრებენ. დიახ. თქვენთვის როგორც ისრაელის წარმომადგენლისთვის, რომელსაც ქართული ფესვები აქვს, იმიტომ რომ ქართულად მეტყველებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არ ცხოვრობთ, რამდენად ხშირად არის ხოლმე მომართვი? ჯერ მე ჩამოვდივარ დაახლოებით 1-2 თვეში უკვე გადმოვიდე აქ რომ ვიცხოვრო საქართველოში და ანუ მიზანი გაქვთ რომ საქართველოში განმოხვიდეთ და აქ დაფუძნდეთ. მე ინვესტორი რო ვარ, იმნერ პოტენციალს ვნახულობ, რომ არის პოტენციალი. დიახ, რა მიმართულებით ხედავთ ამ პოტენციალს? რომელი სფეროებია საინტერესო? უძრების ქონება არის საინტერესო. უძრების ქონების მიმართულება. ტურისტული მაგრად არის ტურისტული მედიკულ რაღაცეები. სამედიცინო ოპერაციები, უფრო კოსმეტიკური მიმართულება, სილამაზის ინდუსტრია. სილამაზის ოპერაციები. დიახ. და ყველაზე მე მგონია დღეს რა საქართველოში გეოგრაფია საქართველოს აქ აკლია კაი ერთი დიდი უმაღლესი
სამანტყოფო. კლინიკების მიმართულებით კლინიკა სამანტყოფო რაც ისრაელის დონეზე არის, რაც გერმანიაში არის, რატომ დღეს ჩამოდიან ისრაელში იმდენი რუსები ოლიგარხები რომ გაკეთონ ოპერაცია თუ ახლა იქნება საქართველოში რატო აქ არ ჩამოვიდნენ პირდაპირ რატო იქამდე წავიდნენ გზა ყველაფერი და ეს ბევრი შემოსავალი ექნება საქართველოს რატომ ჯერე ბევრი მუშები ამას სჭირდება ბევრი ტრაფიკი იქნება ამას სჭირდება ერთი კაი სამანტყოფოში იმუშავებენ 350 ოჯახი ეს არის ოჯახი პროფესორები დამნაგლებელები ყველაფერი ეს არის დიდი ტრაფიკი ახლა ტრაფიკი რა არის ისიც ბევრი ტურისტები ჩამოდიან ყველას მისცემს სამუშაოს თუ რესტორანტი თუ სასტუმროები თუ ტაქსი შოფერები ყველას უფრო ეს არის და დღეს აი ყველას საქართველოს სოფლიოში ხალხმა რა იციან ხაჭაპური კაზინოები და რო არის ძალიან იაფი ახლა რო გავვარდება საქართველოს ყველა კავკაზიაში ყველა საუკეთესო ჰოსპიტალი აი ასაცებს ზევით დონეზე სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით სამედიცინო ტურიზმში გულისხმობს რომ ამ მიმართულებით რომ სხვა ქვეყნებიდან საქართველოში სხვა ტიპის სამკურნალო პროცედურებზე ჩამოვიდნენ ამას ამბობთ აქამდენ 80% აკეთებდნენ ოპერაციებს თუ კბილებს თუ თმას საქართველოში თუ ქალის რაღაცებს აკეთებდნენ თურქეთში აღარ მიდიან რა გახდა იმის საფუძველი რატო აღარ მიდიან თურქეთში რატო ახლა იომი რო იყო ისრაელში თურქები იმისკენ წავიდნენ არაბებისკენ და ჩვენ თქვით ჩვენ შევეხუტებით ვისაც უნდა და საქართველოს შეგვეხვიტა ებრაელებს ისრაელებს და ასე ჩავარდა ლაპარაკი მოდი ახლა თურქეთში აღარ წავიდეთ და საქართველოში მოვიდეთ და რატო მოდიან ახლა ხალხი აქ რო გააკეთო რაღაცები რატო რაც ღირს საქართველოში თუ ღირს 5 თუ 10000 დოლარი ისრაელში ღირს 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო ძვირი და ბოლო ყველაფერი არის ფინანსური დიახ და თუ და ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ მგონია რომ ქართველებმა უკვე რაღაცა ტიპის ხარისხს მიაღწიეს თუნდაც თქვენ რასაც ამბობდით სტომატოლოგიის მიმართულებით პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით ყველაფერი რაც არის ოპერაციების თუ არის ყველაზე იული და თუ არის ყველაზე რთული დღეს საქართველოს თუ დაიჭირა სოფლიოში სახელი რო არის აკას კაი სამანტყოფო ბოდიში თუ არის გულის რაღაცები თუ კიბოს ეს უფრო დიდი რთული და ისი ახლა აიყვანე ლუბოი ოლიგარხი თუ ლუბოი ებრაელი ინვესტორი თუ ლუბოი დუბაიდან დაუთხარი ახლა შენ გააქვს 100 მილიონ დოლარი და გააკეთე ოპერაციას თუ არა მოკვდები იმ წამში მოგზებს მარტო მამეზი შემიცი ცოცხლე უკან და ესიც ყველასთვის არის კაი საქართველოსიც კლიენტიც და ეს მოიყვანს ბევრი ტრაფიკ ამას ქვია ტრაფიკ და ბევრი ადამიანები დასაქმდებიან ამ მიმართულებით ანუ რო შევაჯამოთ ეს ნაწილი თქვენ ფიქრობთ რომ სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ამ მიმართულებით ინვესტიცია შეიძლება საინტერესო იყოს თანაც ქარხანები რო აქა ხალხმა გააკეთოს მე ახლა გეუბნები მე უკვე ლაპარაკი მაქვს სამ დიდ ქარხანაზე რო გავაკეთო საქართველოში ახლა გითხრა რა მიმართულებებით პროდუქტები, საჭმელის რაღაცეები, საკვები პროდუქტები. და კიდე რატომ დღეს ისრაელში რო გავაღებ ამ ქარხანას, თუ მჭირდება 100 მუშა. დიახ. მინიმუმ დღეს ისრაელში ერთი მუშა დაგიჯდება 3-5 დოლარი მინიმუმ. აქ რომ მოიყვან მუშას, თუ მისცემ 500 დოლარს თუ 1000 დოლარს Okay, კაია. დიახ, ანუ შეღავათიანია საქართველოში შრომითი რესურსში ჩადებული თანხაც ბიზნესისთვის. ხო, თანაც აქა თუ გავაკეთე, თუ გავზარდებ კიტრი, პამიდორი, ღვინი, დამიჯდება ძალიან პატარა ფასი და მე შემიძლია გავყიდო ისრაელში, რუსეთში, ეს უკვე კიდე ბევრი ოჯახებ ასახლებ
და ქვეყანა ვითარდება ამ მიმართულებით. თქვენ თვითონ ერთი მიმართულებით, რომელსაც ფიქრობთ, ეს არის სამედიცინო ტურიზმი და საავადმყოფოების ჰოსპიტალების მიმართულება. უძების ქონება. მეორე თქვით უძრავი ქონება. უძრავი ქონება რატომ არის საქართველოს კუთხით საინტერესო? მე ზუსტად გითხრობ რატომ. ძალიან აქ იაფი არის. ადრე ჩვენ მე მუშაობ ისრაელში და ევროპაში. ახლა აიყვანე მინა თუ თბილისში და ბათუმში დღეს ის ლუბოის სოფლების ის თბილისი ბათუმი სხვა არიციან ჯერჯერობით არიციან ჯერჯერობით არიციან რატომ ბათუმს კაიპი არის აქ და თბილისს კაიპი არის აქ და დღეს რომ ავიღო დღეს 2000 რამდენია ჩვენთან ტელ-ავივში $2 მილიონ ტურის და აქ ღირს 50 თუ 70000 დოლარი ოკეი ინვესტორი სხვა დაინახავს იყიდებს აქ ბინებს თუ ცოტა ქირა მიიღოს თუ თქვამს იყოს ხანუ უბრალოდ ინვესტიციას ჩადებს ქირას თუ მიიღებს თუ არა და ცოტა ხანი გააჩერებს იმიტომ რომ მე უფრო ძვირად გაყიდოს ადრე იქნებოდა რამდენ ჩავყიდა რამდენ მივიღებ ქირას ახლა უკვე სხვა უკვე ლაპარაკია იყოს არ ვიცი რა მოხდება იყოს ერთი სტაკლი იყოს საქართველოში ერთი იყოს აქ ვისაც აქვს საშუალობა თქვამს ახლა დამიჯდა $60,000 ეგება 3 წელიწადში გავყიდო 100 80 თუ არა პასი სულ დარჩება რა თქმა უნდა 60,000-ზე ნაკლები არასოდეს არ ეღირება თუ გაიზრდება ფასი გაიზრდება თუ არა და ნაკლები არასოდეს არ ეღირება და თანაც ბევრი დღეს ისრაელები და ევროპულები ვიწყიდულობენ სახლებს ის საქართველოში აც ენაკლება ავა დაბლა არაქერაბერ ამომენ მე წელიწადში ერთჯერ ორჯერ ჩამოვიდება საქართველოში კონდეს სადაც დავიძინებ ჩემს სახლში ზუსტად და ნუ თუ გაქირავდება თუ არ გაქირავდება ეს არ წარმოადგენს იმიტომ რომ თქვენი თქმით დაახლოებით $50,000 $60,000 აი ამ ფარგლებში სახლები არის ძალიან მოთხოვნადი და ხო რატომ ისრაელში თუ ევროპაში ამ ფასად ვერა თანაც პარკინგი ვერ იყიდი პარკინგი არა რემონტ სახლის რემონტ 3-4 დაგიჯდება ამ ფულით და ინვესტორებისად მიდიან სადაც არის იაფი და სადაც ნახულობენ პოტენციალს ახლა მოდი ავიყვანოს თბილისში 3 და 5 წლის უკან ახლა ვაკეში 3 წლის უკან რამდენი ღირდა 1200 1500 ახლა უკვე ავიდა $2,000 ინვესტორები ასე აკეთებენ ეკონომიკას შედიან თუ ინტერნეტში თუ და ამობენ ოკეი მოდი შევიდეთ ახლა 2021-ში რამდენი ღირდა ვაკეში თუ საბურთალოში თუ დაწმინდაზე და ახლა უკვე 2-3-ჯერ ავიდა ფასი ეს ინვესტორები ნახულობენ ინვესტორები ნახულობენ და ოკეი კედულობენ ახლა ინვესტორი მოდი რაღაცას გიხსნამ უძების ქონებას თემაზე ინვესტორი იყიდის თუ ყველაზე დიდ დონეზე თუ ყველაზე დიდ პატარ დონეზე ინვესტორი არასდროს არ წავა სადაც არის შუაში ინვესტორი იყიდის სადაც არის ყველაზე დიდი პრესტიჟული ეგება თავისთვის უნდა რომ იცხოვროს და სადაც არის პატარა დონეზე იქ არის დიდი ყველაზე პოტენციალი ანუ სადაც ყველაზე იაფი სადაც იყიდება დღეს $100,000 წავა ინვესტორი თუ სადაც არის ყველაზე ძვირი იყიდებს თავისთვის. ხანუ ორი შუალედი არსებობს, ანუ ერთი არსებობს. თუ ყველაზე იაფია, ან თუ ყველაზე ძვირია, იმიტომ რომ ყველაზე ძვირია თავისთვის იყიდეს. ეს პატო საქართველოში კი არა, სულ სოფლიოში. აიყვანე მანქანა. ხალხი იყიდებს თუ ძვირიან მანქანებს თუ ყველაზე დაბალ ფასებს, რატომ? ვისაც ფული აქვს, უნდა Mercedes-ი, უნდა BMW, ვისაც პატარა ფული აქვს, უნდა სხვა მანქანებს და რატომ სოფლიოში ასე არის, მარტო მანქანები, სახლები კი არა, თანაც აიყვანე დასაცმელი ბრენდები რაც არის, თუ ადამიანს იყიდის, თუ აქვს საშუალება, კაი ბრენდს იყიდის, თუ არა, იყიდის პატარა ბრენდს. შუაში აღარ იქნება. დიახ, ერთი კუთხე არის კიდე აქ სიმშვიდეა ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ თუ არეულობა ხდება ხოლმე ქვეყანაში, მე ინვესტორებიც თან არ არიან ხოლმე დაინტერესებული. ახლა რაც იყო, რაც მე ვნახულობ, რაც ახლა ვარ საქართველოში და მე ახლა ჩამოვედი ევროპიდან და ისრაელიდან. რაც ტელევიზორში არის არეულობა ეს არ უკეთებს კაი საქართველოს.
არ უკეთებს, რატო ინვესტორებს ეშინიათ, რატო ტელევიზორში სულ რო არია ევროულობა, არეულობა ხალხი დაფიქრდებენ, მარტო საქართველოში არა, ლუბი ადგილას სოფლიოში დაფიქრდებენ და ახლა ცოტა რო დაწყნა და ისე უკვე კიდე რეკავენ ხალხი, ალიკა ვნახულობთ დაწყნა და საქართველო გვინდა უკვე ვფიქრობთ რომ დავყაროთ ინვესტიცია და რა არის ინვესტიცია? ინვესტიცია არის ჩვენ მე ვაკეთებ. მე შემოვალ პარტნიორად. მე არ ვაძლევ ხალხ კრედიტ. მე შემოვდივარ პარტნიორად. ხელიწყალი და თივიწყალი რო ექნება. მე ვაკეთებ ბიზნესს. და მერას ვაკეთებ ბევრი ფონდებია, მარტო კი არა, არის ჩემზე ეგება უფრო დიდები, არის რა თქმა უნდა. конечно, უფრო დიდებიც არიან, უფრო ესე მე გელაპარაკებ რავას არის ინვესტორის თვალი. ინვესტორის თვალი ჯერი და ელახებს ახლა ორი თვის რაც იყო აქ ხალხი გამოდიოდა ტელევიზორში ეს ხას ცოტა შეეშინდა. რა თქმა უნდა. ახლა რო დაინახებენ პატარა ეს არის უკვე ოკეი. სტაბილური გარემო არის ყველაფერი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ სტაბილური გარემო არ არსებობს ქვეყანაში და ამას ვერ ვქმნით, შესაბამისად ინვესტორებისთვის საინტერესო არის. ჩვენ ვახსენეთ, რომ მუძრავი ქონება არის საინტერესო, თქვენ თქვით, რომ თბილისი და ბათუმი ამ მხრივ ყველაზე მომხიბვლელი ინვესტიციების კუთხით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არსებობს ფასის პოლიტიკა ისეთი, რომ შეძენილი მუძრავი ქონება მომავალში აუცილებლად გაძვირდება. რატომ გითხრობ, რატო დღეს 80% ვინ შემოდიან საქართველოში, თუ თბილისში თუ ბათუმში? დიახ. ინვესტორს რა ჭირდება, დიდი ტრაფიკი რო იყოს. დიდი მოძრაობა. ტრაფიკი არის მოძრაობა. ახლა რატომ სოფლიოში დღეს აიყვანე რა ისწარ ხალხი საქართველოში? ბათუმი, თბილისი, ბათუმი, თბილისი. ბათუმი უფრო სხვა არის. ოკეი, სეზონი არის ბათუმი. განაცაკლად ოკეი მე ვიყავი ბათუმში ორი დღის უკან და ხალხი ამბობს ბათუმი მარტო სეზონზე მუშაობს ეს არ არის თორე მე ვიყავი ორი დღის უკან ბევრი ხალხი არის ბათუმში ეგება конечно რა ბათუმი აღარ არის უკვე სეზონური ადგილი აღარ არის რატომ ბათუმელმა ახლა ბათუმელებმა გააღეს ცოტა ბათუმის სკი რას არის გუდაური და ისი იქის გააღეს და მარტო ხალხი არ ჩამოდიოდა მარტო სეზონში. ახლა იციან ბათუმი მარტო არ არის ზღვისპირი და კაზინოები და სტუმრები. ესიც არის სკი. რატო ადამიანები რო ჩამოვა ახლა ბათუმში. სათხილამურო მიმართულებით ამბობთ. ხო. და თუ რამოდენი კიდე ამნერი ადგილები კაი პიარი გაუკეთებს. თანაც მთავრობას უნდა მეეხმაროს ინვესტორებს. თუ მთავრობა არ მეეხმარება ინვესტორებს, ინვესტორები არ მოვლიან. ეს არ არის რომ მოეხმარონ, უნდა შეეხუტონ ინვესტორებს. ოკეი, რა გნებავთ აქ რომ გააკეთოთ, ჩვენ აქ ვართ. რაში დაგეხმაროთ, რაში დაგიჭიროთ. ახლა მე მოვალ ახლა მინდა რომ გავაღვ აქ რამოდენი ქარხანა და 300 თუ 500 ოჯახ დავასახლებ. მე ხო მინდა მე ინვესტორი ვარ. მე ბოლო ინვესტორი სადაც მეეხმარება თავრობა. აბა დიახ, რომელი ქვეყნის მთავრობაც დაეხმარება ინვესტორებს იქ წავა. конечно, ბოლო აქ არის ბიზნესი და აქ არის ეკონომიკა. მე ახლა მე რო დავიბადე საქართველოში და მე უფრო გული მაქვს საქართველოს მომეხმარო, ოკეი ეს ვარ. სხვა ინვესტორი იმას არ აქვს ესე. ხო, ინვესტორი არ განსაზღვრავს ისეთ ქვეყნებს, სადაც არავინ ეხმარება და ალბათ კანონმდებლობის კუთხით და სხვა ტიპის შეღავათების კუთხით რაც გავას მაგრად საქართველოში რაც მე ვნახულობ რომ შეუძლია როგორ გააკეთონ აქ ხალხმა არიციან კაი online მარკეტინგი. დიახ. online მარკეტინგი ყველაზე უფრო კაია. ოზრების ქველები ყველაზე უფრო კაი არის online digital მარკეტინგი. რატომ დღეს შეგიძლია საქართველოში დაჯდე, ისრაელში, დუბაიში, აფრიკაში თვისი კომპიუტერების online. დიახ. sales იქნები number 1. ახლა ეს არ არის თუ ხართ 18 წლის და თუ ხართ 50 წლის. online digital მარკეტინგი არის დღეს ყველაზე კაი. თუ ახლა თუ ავიღებთ სოფლიოში ყველა დიდ კომპანიებს არიან online digital marketing, აიღე Amazon-ი, eBay, Facebook, TikTok, აქ ყველაფერი დღეს სოციალ მედიაში დღეს. ანუ თქვენ ამბობთ რომ მომავალი არის რო ისწავლოს
ტექნოლოგი დიდ დონეზე. თუ არის საიბერი, თუ არის გაყიდები ონლაინ, თუ თან საქართველოსთან შეგიძლია ნებისმიერ ადგილას გაყიდო პროდუქტები თუ ლოგისტიკის ჩააჭრილობს სოფლში გაყიდო. ლუბოი ონლაინს არ აქვს ადრესი. დიახ. არ აქვს ადრესი. ონლაინ უნდა იყოს სპეციალისტი, ჯინიოსი, რომ ისწავლო, конечно, ახლა რაფერს უფრო კარგად ისწავლებ, უფრო კაი სერს გააკეთებ და მე ვამბობ სულ ხალხს არ შეეშინდეს, რომ ისწავლონ. მე რაღაცები არ ვიცი და მე ვსწავლობ, ეს არ არის ერთი სირცხვილი. მე მივდივარ კურსებზე, სულ საინტერესული ვარ, რატო დღეს სოფლიო ძალიან მალე დაჩქარა მიდის. დიახ, და სულ იცვლება და ტექნოლოგიები ყოველთვის ვითარდება. რაღაცა, ყოველ დღეს რაღაცა. ახლა აიყვანე Mercedes-ი, თუ Marlboro, თუ Hilton-ი, თუ არ გააკეთებენ კაი რეკლამებს, კაი PR-ს, სხვა ვიღაცა გააკეთებს. აუცილებლად. ეს არის სულ დღეს любой компанияс, любой неважно какая, თუ არ აქვს მაგარი open mind, ამას ვქერ open mind. დიახ. ჩვენი ახლა მე გავიგები ისრაელში ძალიან ყველაზე კარგად მუშაობს ონლაინი, ამას ქვია high-tech. დღეს მე მგონია ისრაელი რაც ყიდის სოფლიოში, რაც ყიდის პლატფორმებს high-tech-ის არ არის ამნერი ადგილი სოფლიოში ისრაელების პლატფორმა არ არის high-tech-ის რაღაცები. ანუ რამდენიმე მიმართულება გამოყავით, რომელსაც თქვენ აუთ ერთი არის უძრავი ქონება, ერთი სამედიცინო ტურიზმი და ერთი გახლავთ high-tech-ი, რომელსაც ფიქრობთ, რომ საქართველოში აქვს მომავალი. რაც არის მე 100%-იანი ვფიქრობ, რომ არის. მე მგონია უფრო კარგად შეგვიძლია გავაკეთოთ. დიახ. მე მგონია 100%. მე ახლა ხო ველაპარაკები ახლა ხალხს და high-tech-ის იმაზე არ მიდიან ბევრი. რა იდეები აქვს ერთად იმ ადამიანებს, რომელსაც ინვესტიციები ჭირდება ხოლმე თქვენთან? დღეს ჩემთან მოდის და ამერიკას უფრო უძრავი ქონება. კორპუსები. დიახ. თანაც ბევრს მიერეკავენ უნდათ რომ გააღონო ფაბრიკები ღვინის და რაღაცების და საზღვარგარეთ გაყიდონ. მარტო საზღვარგარეთ. საქართველოს ბაზარი ძალიან პატარა ბაზარია. დიახ. პატარა ბაზარი და თუ დღეს არ გააკეთე რაღაცა, რომ აქ გაზარდო, თუ არის ღვინო, თუ პროდუქტები, პამიდორი, კიტრი, ისი უნდა თანაც აქ ამ ბაზარზე უნდა გაიყიდოს და უნდა გაეტანო გარეთ. დიახ. გარეთ. რატომ საქართველოში 3.5 მილიონი ღირს. მარტო შეიტანე შენი საქონელი თუ არის ლუბოი სხვა ადგილას სოფლიოში არის იქა მარტო აიყვანე ახლა რუსეთი ხო აიყვანე დუბაი აიყვანე ისრაელი ერთი ქუჩა ისრაელში ნახევარი საქართველო არის გაიგე და აკა ასე არის ნუ თანაც ისრაელი high-tech-ი არ მუშაობს ისრაელის ბაზარზე ისრაელი პატარა არის ასე არის პატარა უფრო ყიდიან ამერიკაში ევროპაში დუბაიში დღეს სოფლიო არის გლობალიზაცია ანუ თუ გვინდა რომ მომავალში ბიზნესები ვიფიქროთ, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმას, რომ ჩვენი პროდუქტი მაგრო უნდა დაინახოს გლობალურად შევხედოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ ბიზნესი განმავითაროთ საქართველოსდან სხვა ქვეყნებში, იმიტომ რომ თემ სოფლიო გახსნილია იმისთვის, რომ ბიზნესი აწარმო ტექნოლოგიების დამსახურებით და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. არის მე მგონია ყველაზე კაი. ახლა გითხრა რატომ? ჩაყარე ახლა ფული უძევის ქონებაში. ამდენი ფული უნდა ჩაყარო, ბოლო მოგება ასე არის. და 1, 2, 3 წელი დაიცადო. high-tech-ში შეგიძლია ასე ჩაყარო და თუ გაგიმართლა, ასე გაიყიდება.
დიახ, ანუ ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ საერთოდ დრო იწურება. ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, თქვენი სამომავლო გეგმები რა არის? ანუ რას აპირებთ უახლოეს მომავალში? მე ახლა ხვალ მივდივარ ისრაელში, თუ ევროპაში ჯერ გადავწყვიტე, ორ კვირაში ჩამოვდივარ უკან, უნდა ავიღო ჩემი ოფისები, ჩემი ბინა. და მე ვიცი უკან გავაკეთო. და უკვე კონკრეტული გეგმები გაქვთ. მე აუცილებლად გისურვებთ თქვენ ბევრ წარმატებას. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. მადლობა რომ ეს საუბარი ქართულ ენაზე შედგა. თქვენთვის ძირითადი ენა საუბარი ქართული ენა არის, მაგრამ მაინც კარგად გავუგდით ქართულად საუბარი. მე ასე თქვა, მე ქართველი ებრაელი ვარ, ხო? მე არ ვინაყოლება ქართველი ებრაელი, ქრისტიანი, მუსლიმი, ქართველია და მე თუ შემიძლია მოვეხმარო ადამიანს და უფრო ქართველს ძალიან გამიხარდება. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ჩვენი ეთერი. ალიკა ცვიელი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ინვესტორი ისრაელიდან. ჩვენ საუბრობდით, რამდენად საინტერესოა ინვესტიციების კუთხით საქართველოს. ჩვენი საერთო დრო ამით ამოიწურა, დაგემშვიდობებით და ჩვენ ერთმანეთს შემდეგ სამშაბათს შევხვდებით დროებით.